ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ეხა ბავშვები გავუშვი სკოლაში და ვაპირებ რომ მოვამზადო სადილი და ასევე დესერტი. მინდა გავაკეთო ხაჭოს, არ ვიცი რა ქვია ხაჭოს ნამცხვარი თუ რა, მაგრამ რაღაცა მოკლედ ხაჭოსგან მომზადებული ჩიზქეიქის მაგვარი რაღაცა. ძალიან მომინდა, ძალიან მარტივი რეცეპტი ვნახე TikTok-ში და მინდა რომ ვცადო, არ ვიცი რამდენად გამომივა. ძალიან მარტივი არის, როგორც ვნახე. იმედია რომ არ იტყუებიან და მართლა ეგრე მზადდება და მართლა გემრიელია. აი ნახეთ 3 კვერცხი, ხაჭო 500 გრამი, შაქარი 3 სუფრის კოვზი, მანიფაფა 3 სუფრის კოვზი, არაჟანი 3 სუფრის კოვზი, მარილი, მწიკვი და ვანილიც ისე, ვისაც უნდა, მე მინდა ვანილი. და ეს ყველაფერი 180 გრადუსზე 40-45 წუთი. მომზადების წესი უმარტივესია, ყველაფერი ერთად უნდა გადავურიოთ და ბლენდერში მოკლედ დავატრიალოთ ერთგვაროვანი მასის მიღებისთვის და ეს ყველაფერი მოკლედ გამოვაცხოთ და უნდა გამოვიდეს წესით ძალიან გემრიელი ნამცხვარი. რაღაცა კექსის მაგვარი მოკლედ და ვნახოთ, ეხლა მაგას დავიწყებ და პარალელურად სადილსაც გავამზადებ. და ვნახოთ რა გამოგვივა. მაგრამ სანამ დავიწყებდე მომზადებას, რა თქმა უნდა, ცოტა მისალაგებელი არის ზედაპირი სანზარეულოს მაგიდის და ეხლა მას ყველაფერს მივალაგებ. ჭურჭლის რეცხი მანქანაც სავსე არის, უნდა ამოვიღო. გარეცხილი ჭურჭელი შევალაგო და მოკლედ დავიწყოთ სახლის საქმეები მე და თქვენ ერთად. დღეს გადავწყვიტე ხორციანი წვნიანი მოვამზადო, ეგრეთ წოდებული სოუსი და დამჭირდება ხორცი, ხალხი, კარტოფილი, წვანილი, ტომატი, ნიორი, პრინციპში მე მგონი მეტი არაფერი. ხორცს წყალი გამოუცვალე და ეხლა კიდევ წამოვადუღებ და ცოტა ხანი მოვხარშავ, სანამ ცოტა დარბილდება. გავრეცხე ხახვი, 3 ცალი, დიდი, მოზრდილი, მწვანილი, ქინძი, კამა და ოხრახუში. კამას შეიძლება ზოგი არ ამატებს, მაგრამ მე დავამატებ. ბულგარულიც მიყვარს, ამიტომ დღევანდელ კერძს ბულგარულიც ექნება. ეს ყველაფერი გავრეცხე. კარტოფილიც გავთალე და დავჭერია ესეთ ნაჭრებად. ცოტა ხანში ამ ყველაფერს გავაერთიანებ ერთ კერძში. დავჭერი წვრილად, ასევე მწვანილიც და ბულგარული. ასევე სანახში დავნაყე ქინძი, ნიორი და სუნელები სპეციალური ოსტრისთვის მაქვს მე, მაგრამ ისე ხმელი ქინძი უნდა, ყვითელი ყვავილი და უცხო სუნელი პრინციპში. ასევე
მარილი, ვისაც უყვარს ცოტა ცხარე უკეთებენ წიწაკას, მაგრამ მე არ ვუკეთებ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვიყვარს ცხარე. ვისაც მაინც უნდა, ისე უკეთებში იმატებს პილპილს ან წითელ წიწაკას. ხორცი დროებით ამოვიღე და გადმოვიტანე ტაფაზე და ვთუშავ ცოტა ხანი ხორცის ბულიონში, ჩავყარე კარტოფილი და ახლა ცოტა ხანი მოვხარშავ კარტოფილს და ეს რომ ცოტა შეიბრაწება, მე ისევ ჩავამატებ ამ ქვაფში და აქ უკვე დავიწყებ ხახვის მოთუშვას. აი ესეთი სოუსი გამომივიდა. ძალიან გემრიელია, უკვე გავსინჯე, მარილიც კარგად აქვს. მოკლედ ყველაფერი ერთმანეთს შევურია და დღეს 7-ად ვარ, სადილი გვაქვს. გადავიდეთ ახლა ჩვენს ხაჭოს დესერტზე, როგორც ხედავთ, მიწერია ინგრედიენტები და ამის მიხედვით ყველაფერს გავაკეთებ ჩემს ჩოფერში, როგორც ხედავთ, ყველაფერი ჩავამატე, რაც იქ წერია. ეს არის ხაჭო, კვერცხი, შაქარი, მანი, არაჟანი, მარილი, ბოლოს ვანილიც დავამატე, რომ ბევრად გემრიელი იყოს. ეს ყველაფერი ავთქვიფე ჩემს ბლენდერში, მიღებული მასა, აი ესეთ ფორმაში ჩავასხი და 180 გრადუსზე გახურებულ ქურაში შევდე და დაახლოებით 40-45 წუთში, შეიძლება ცოტა მეტში ამოვიღე, მივიღე აი ესეთი შეფერილობის ნამცხვარი და შიგნითაც აი ესე გამოიყურება. როგორც ხედავთ, ძალიან ფაფუკი ჰაეროვანია და უგემრიელესია, კარგი იქნება კიდევ მურაბა ან ჯემი რო დაასხათ ზემოდან, მართლა ძალიან გემრიელი გამოვიდა. ჩიზქეიქების მოყვარულებს განსაკუთრებით მოგეწონებათ. მოკლედ მე და ბავშვები ახლა ვიყავით დედაჩემთან და რო წამოვედით, შევიარეთ მაღაზიაში, საკანცელარიო მაღაზიაში და სამხატვრო რაღაცები ვიყიდეთ მარიტასთვის. და ბიბლუშიც ვიყავით, რამოდენიმე წიგნი ვიყიდეთ. აი ესეთი ზეთის საღებავები უყიდე მარიტას, იმიტომ რომ ბოლო დროს ძალიან ხშირად ხატავს გუაშით და ვფიქრობ ზეთით თუ დახატავს უფრო ლამაზად და უფრო ისე გამოუვა და მინდა რომ ლამაზად დახა ადვილად. ხო, უფრო ადვილიც არის და ლამაზიც არის და რა ვიცი, არ დაუხატია ზეთით, მინდა რომ სცადოს და ასევე მარიტას თავისმა დეიდამ აჩუქა ტილო. ხო, ტილო ან დიდიც და პატარაც და მოკლედ მაღაზე დახატავს. ძალიან ლამაზად ხატავს ზოგადად, მაგრამ ზეთის საღებავებით არ უცდია და ნახოთ აბა როგორ დახატავს. 9.50 ხირდა 1. არ ვიცით რომელია კარგი, აი ჯერ ახლა რაც პირველი რაც შეგხვდა, იმას ვყიდულ. შეიძლება იმების მიხედვით არის, ხო, რაღაც ფირმების მიხედვით, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. ხო, ეს ცალკე თეთრი საღებავიც ვუყიდე, იმიტომ რომ ეს თეთრიც დაჭირდება უფრო მეტი. ხო, და კიდე ესეთი სამხატვრო რაღაცეები, რამოდენიმე ფუნჯი იყიდა. აი ეს 4 ფუნჯი. ესეთი არჩია, რომელიც ჭირდებოდა. ეს ფანქრები ძალიან მიყვარს, ესეც ხატვისთვის. კარგი, იქე მეც კიდე დავხატო, მომივიდეს ისე მუზა. თავისუფალი დრო რომ ექნება, იქნებ მეც დავხატო. ეს საშლელი, ეს ყველაზე კაი საშლელი, მეც ამას ვყიდულობ ხოლმე. ხო, კლასიკა. და ეს საშლელია, კლასიკა. რაღაც შპატელი, ხო? შესაზავია. ესეთი პასტა, კიდე ნატალი მაც იყიდა რაღაც პასტები, მაგრამ რა ვიცი, უკვე წაიღო. ხო, და ასევე მოლბერტიც ვიყიდეთ მარიტას, რომ უფრო ადვილად დახატოს, როგორც ნამდვილმა მხატვარმა. ოღონდ ასაწყობია, იმედია, რომ ადვილად ავაწყობთ. რა ვიცი, საშუალო ზომის მოლბერტი ვიყიდეთ, იმედია, რომ დაედევა ჩვენთან და კომპაქტურიც იქნება. რა ვიცი, ვნახოთ აბა, რომ ავაწყობთ, გაჩვენებთ. ბიბლუსშიც ვიყავი, როგორც თქვი, რამოდენიმე წიგნი ავარჩიეთ, ესეც ისეთ დროს, მარიტასთვის დრო რო იქნება, რომ წაიკითხოს, აი ეს ჯეინ ეარი, ხო ეს ძალიან დიდხანია, უნდოდა უკვე. ყველგან არსად არის. ხო, ნუ ეს ჯეინ ეარი, ეს ზუსტად მაგასაკის გოგოსთვის, რა ვიცი, მე მაგ დაახლოებით ეგრე ვიყავი რა, ალბათ 13-დან 15 წლამდე აღარც მახსოვს ზუსტად.
რომ წავიკითხე, ჩემი პირველი წიგნი იყო და რა ვიცი, კარგად მახსენდება და მიყვარს შარლოტ ბრონტეს ჯეინ ეარი და მინდა რომ მარიტამაც წაიკითხოს, მაინც კლასიკა არის და სიყვარულზეც არის, მოკლედ ჯეინ ეარზე ძალიან საინტერესო წიგნი და მოკლედ აი ესეთი აგატა კრისტის დეტექტივებიც ვიყიდეთ. არ მაქვს ეს წაკითხული, არ ვიცი. იმიტომ ვიყიდე რომ ხო, ზამთარი რახან არის, მაშინ ამით უნდა დაიწყო რომ მოვასწრო და ეს ვიცი, ეს წაკითხულიც მაქვს და ფილმიც მაქვს ნანახი და ნუ საინტერესოა ზოგადად აგატა კრისტი და ვისაც უყვარს დეტექტივები, ზოგადად საინტერესო არის, ძალიან ყოველთვის გინდა და ანუ გინდა რა გითხრევს და სულ გაინტერესებს ვინ არის ბოლოს და ბოლოს მკვლელი. ასე რომ მოიცა მარიტა უკვე ხსნის, მოიცა. და რამე არ დავკარგოთ. ხა და ესე მოკლედ მეგობრებო, აი ესეთი ცოტა ინტელექტუალური საკითხები გქონდა. და დღეს თან ბავშვები სახლში იქნებიან და რაღაცა ეკნებათ სახლში მოკლედ რა გააკეთონ, რომ არ იჯდნენ მარტო პლანშეტში. ნატალიც იმედია, რომ ნატალიც ძალიან კარგად ხატავს და ნახოთ იქნებ ნატალისაც მოუნდეს. ნატალი თავის პლანშეტში ხატავს ხოლმე. ძალიან ლამაზად ხოთ შორის კარგად გამოდის. ხო და რა ვიცი, აბა მხატვრების ოჯახი გვაქვს ესე ფაქტიურად. ამაზე უკვე მამა დაგჭირდება, იმიტომ რომ რაღაცა ой, ნელა. გადმოყარე ყველაფერი აბა რეებია. აჰა, ეხა გვინდა YouTube-ის ვიდეოები. როგორ ავაწყოთ მოლბერტი? მოკლედ ავაწყობთ ეხა და დაგიბრუნდებით და გაჩვენებთ. აჰა. ესეც მოლბერტი. არა და მე ავაწყე უბრალოდ ეხა ვიდეოსთვის გამოვიდა და ბოლო შტრიხები გააკეთა. აი, ეხლა რა უნდა? აი ესე დადგა კი ბატონო. არა, ეგრე არ დადგება, კიდე ჭირდება დეტალები, მოიცა. აკეთო რომ დაიხეცება? აი ხა დაუჭირდო, ნახოთ. ნახე? აბა. უი, რა კაი, ამით აი როცა არ მომდება მიაყოდებს. გამაგრებულია და რაზომაზეც გინდა ესე გამოწოს, ხერი? ისე ავაწყეთ. სიო. აბა რას დაგიხატავ, ეხა ვნახოთ. პირველად დახატავ სტილოზე ზეთის საღებავებით. მე მითხრა მამაო პირველად ჩემ გაგხატა.